ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს პოლიტპატიმარ მზია ამაღლობელს კლინიკა ვივამედიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს გადაიყვანენ. არასამთავრობო ორგანიზაციის თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება ამაღლობელის სურვილია. გარდა ამისა, მედია მენეჯერს სურს პირადად მიიღოს მონაწილეობა სასამართლო პროცესში, რომელიც სისხლის სამართლის საქმეზე 4 მარტს გაიმართება. მზია ამაღლობელი კლინიკა ვივამედში 4 თებერვალს შიმშილობის 24 დღეს გადაიყვანეს. მან შიმშილობა 38 დღეს 18 თებერვალს შეწყვიტა. ამაღლობელის შიმშილობის შემდგომ კვების აღდგენის პროცესის გამო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კლინიკაში რჩებოდა. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ თქვა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ამაღლობელის გამოჯანმრთელების პროცესი გართულებების გარეშე მიმდინარეობდა. მისივე თქმით, მედია მენეჯერის მკურნალობა პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა გაგრძელდეს. მზია ამაღლობელის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, განსაკუთრებული ჩივილი მას არ აქვს. უგრძელდებოდა კვების აღდგენის კურსი, თუმცა მან დღეს მოითხოვა პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება და მკურნალობის არსებული კურსის შეწყვეტა. მას ჩვენ ავუხსენით შესაძლო გართულების შესახებ, მაგრამ დარჩა თავის პოზიციაზე. ჩვენ გავცემთ შესაბამის რეკომენდაციას, რისი შესრულებაც გაგრძელდება პენიტენციური დაწესებულების ბაზაზე. მზია ამაღლობელი, რომელსაც ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძისთვის სახეში ხელის გარტყმის გამო 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, საერთაშორისო და ადგილობრივი პოლიტიკოსების, უფლებადამცველებისა და მედიის წარმომადგენლების მიერ პოლიტპატიმრად მიიჩნევა და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.